რატომ გაჩნდა პროექტის იდეა? პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ აზერბაიჯანულ თემში ქართული ენის ფლობის დონე არის ძალიან დაბალი და მე როგორც ქართული ენის მასწავლებლს არ დავმალავ და ეს ინტერესიც მაქვს, მინდა რომ ქართულენოვან გარემოსთან გქონდეთ შეხება და მეორე არის ინტეგრაციის პრობლემები გვაქვს. ამ პროექტში ჩართულები სტუმრის როლში არიან ნიქოზის ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ გორის რაიონის საზღვრისპირა სოფელია და ახლა ძალიან მიხარია, რომ ამ ბავშვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ჩამოსულიყვნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ბავშვებთან და ქონოდათ შესაძლებლობა ესწავლათ მათი კულტურა. ამ პროექტის ფარგლებში მე ჩამოვედი სოფელ ტალავერში, სადაც არიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები, გავეცანი მათ სკოლას, მათ ენას, ტრადიციებს. მე ვაპირებ ერთ-ერთ აზერბაიჯანელ ბავშვთან სახლში სტუმრობას, როდესაც ისინი ჩვენთან ჩამოვლენ სტუმრად, ვაპირებ რომ ისინი ჩემთან მივიღოთ და მე უმასპინძლო. დღეს ჩემი ერთი სტუმარი იქნება. მე ჩემს სახლში წამიყვანებ. მე მათთან დავამზადებ შაქარბურა, ფახლავა და დგვლეულები. კიდევ მე მასთან ჩემ ოთახში დავიძინებ. კიდევ ვისაუბრებ მისი შესახებ და ოჯახის შესახებ ვისწავლებ. მე წავალ მათთან და მე ვისწავლებ რომ მათის ქართულების ტრადიციები